საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა საქმიანობის შედეგებით შეაჯამეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. ბოლო 10 წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა STEM განათლების მიმართულებით. ჩვენ შევაჯამეთ ის სამუშაო, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე ერთობლივად განახორციელეთ და ასევე ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებზე. ჩვენი მიზანია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყოს ასევე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რომ მომავლის საჭიროებებს მომზადებულები შევხვდეთ. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. გვინდა რომ განვავითაროთ ეს მყარი ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს ქართულ უნივერსიტეტებთან. რთულია განახორციელოთ საგანმანათლებლო პროგრამები, როცა არ გაქვს საფუძვლიანი ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ საქართველოსთან ძალიან საფუძვლიანი და ღრმა თანამშრომლობა გვაკავშირებს. ახლა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს პარტნიორობა. საქართველოს დელეგაცია